გაფიქრებულ ხართ, როდის არის ყველაზე ხელსაყრელი დრო დაორსულებისათვის? ეს არის ის ერთი კონკრეტული დღე, როდესაც საკვერცხიდან გამოდის განაყოფიერებისათვის მზადყოფნაში კვერცხუჯრედი. სწორედ ის ერთი დღე და მის გარშემო რამოდენიმე დღე არის ფერტილური დღეები, როდესაც ყველაზე მაღალია დაორსულების ალბათობა. თუ თქვენი ციკლი 28 დღიანია, საშუალოდ ოვულაცია მე-14 დღეს მოხდება, ამიტომ ფერტილური დღეები, ანუ მე-11-დან მე-16 დღის ჩათვლით არის ის ფანჯარა, როდესაც ყველაზე მაღალია დაორსულების ალბათობა. თუმცა ყველა ქალს ციკლი 28 დღიანი არ აქვს. 30 დღიანი ციკლის შემთხვევაში საშუალოდ ოვულაცია მე-16 დღეს გექნებათ. გამოთვლის წესი მარტივია. ციკლი უნდა იყოს აუცილებლად რეგულარული და მომდევნო მენსტრუაციის მოსალოდნელ თარიღს უნდა გამოაკლოთ 14 დღე. ხოლო უფრო ზუსტად, რომ გავიგოთ ოვულაციის დღეები, უშუალოდ თქვენი ციკლისათვის უნდა მოხდეს ბოლო 6 თვის მენსტრუალური ციკლის მონიტორინგი.